სასწრაფო დახმარების ქვემო ქართლის რეგიონულ ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა და პერსონალს შესაბამისი ტრეინინგი ჩაუტარდა. პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, რუსთავის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრნენ. სამედიცინო და კომპიუტერული აღჭურვილობა მომდევნო ეტაპზე შიდა ქართლის რეგიონს გადაეცემა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის ყველა რაიონულ სამსახურს გადაეცათ სამედიცინო აღჭურვილობა და კომპიუტერული ტექნიკა. ეს ყველაფერი იკეთება იმისთვის, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის გადაუდებელი დახმარების სერვისი. ბრიგადებს დღეს გადაეცა 20-მდე სხვადასხვა სახელების პირველადი დახმარების საშუალებები, რომელიც ფაქტიურად გამოძახებიდან ბინიდან სტაციონარამდე პაციენტის მიყვანის პერიოდში გააკონტროლებს მთლიანად ავადმყოფის ფიზიკურ მდგომარეობაზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს გადაეცა ახალი აღჭურვილობა, რომელიც დამონტაჟდება ყველა მანქანაში, რაც საშუალებას მოგცემს უკეთესად და ხარისხიანად მოემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას.